წინაწლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 3.5% იყო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით 2019 წლის იანვარში გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა ვაჭრობის, სასტუმროების და რესტორნების საფინანსო საქმიანობის, ასევე უძრავი ქონებით ოპერირების დარგებში. რაც შეეხება კლებას, თოდრაძის თქმით, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა გამომუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში. წინასწარი შეფასებით 2019 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 3.5%-ია. ზრდა ძირითადად განპირობებულია ბრუნვის მაჩვენებლის ზრდით 4 დარგში, ეს გახლავთ უძრავი ქონების ოპერაციების სექტორი, საფინანსო საქმიანობა, ვაჭრობა, ასევე სასტუმროები და რესტორნები. ზაფხულის სეზონი